გამარჯობათ პატიოსანო ხალხო. Приветствую, добро порядочный люд. ახლა ვიღაცა ამბობდა რაღაცას იქ კუღური მოუკარი რომ კაციო ნამუშევარი იყო მუშაობდაო და მერეო მუშაობის მერეო გავიდა დრო და მოიფიქრა და მე ოჯახში მინდა შეძლო კურდობა მინდა და მასე სადა მინდა იგი არა ქვია საკონის დუქანი ბიო 14 წლის და 15 და 16 წლის ბიჭები კურდები და ოჯახში შედიოდნენ და კაცი 14 წლის მერე და 15 წლის მერე უკვე აზროვნობს და უკვე ცხოვრობს საზნატელნი ობრაზ ჟიზნი მიყავს და არჩევანი აქვს მისი ცხოვრებაში რა უნდა ახლა შენ დღეს ბლად ყარაულად იმუშაო ხვალე ეგერ მუშაობა გრეხი კი არა მე მაგითო კი არა რომ მუშაობა გრეხი არა ზოგი მუშაობს ზოგი იპარავს ზოგი ატყულებს ზოგი ყველა მისებურად ცხოვრობს და შონავს ორკაფიქს და საჭმელს და სასმელს და თუ კი შენ ნამუშევარი გაქვს და მუშაობდი და ხელფასი გაქვს ანაღები და რაღაცა რა გეკურდება ბიძია გააგრძელე მასე ოღონდ იცხოვრე პატიოსნად და უფრო მეტი გექნება ადამიანებიდან პატივისცემა და ყურადღება კაცი როცა პატიოსანი ხარ შენ გინდა მე დაჟე ესეთი რაღაცას გეტყვით ახლა აქ ეს კაგბი არ არის ეს ადამიანი თუ ხარ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ და ადამიანური თუ გაგაჩნია ბევრი მე ვიცი რომ იყო მუშაობდა კაცო მილიციაში მაგრამ კაცი იყო და ვაშკაცი იყო და მისი სიტყვის ჯეროდა ხალხს და მიესწრებოდა ყველგან ხო და მე ასე გეტყვით ახლა თქვენ ბევრმა არ იცის ეს და ეს ინტერნეტში ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ატყულებენ აი ახალგაზრდებს ხო და ახალგაზრდებს ჯერავს ამით 14 წლის მერე რო დაიწყებ ცხოვრებას რო აგრძელებ ცხოვრებას უნდა აირჩიო არჩევანი გააკეთო რა გინდა და როგორ გინდა და საით გინდა წახვიდე შენ თუ გაქვს სისხლში კურდული და ძველი ბიჭობ ხო უნდა გააგრძელო მასე ძველი ბიჭობა და უნდა გაყვე შენ ცხოვრებას სუფთად და არავითარი არ უნდა კონდეს ცხოვრებაში არავის არ უნდა კონდეს შენზე რაიმე სათქმელი რო შენ აგიგა გაკეთე შენ თუ გუშინ მუშაობდი და დღეს კურდობა მინდომე მასე არა იყავი ძმო იმუშავე და იყავი პატიოსანი კაცი და იცხოვრე კაციშვილის სიტყვას არ გეტყვის ჯერე სიმონ ამბავია ეგი ტიკტოკში ესე იგი ამისთან არაფერი არ მინახია რაფერ შეიძლება ასე ერთმანეთის გინება დედის მამის მეც კი შემიგინებია ვინმეზე მაგრამ მე შემიგინებია როცა არასწორად შემეხენ მე ხო ყანიშნა შევაგინებ მაგრამ აი ერთხელ შევაგინებ და ყოველ იმაზე ერთმანეთის ასე დედის და მამის ტრიალი რაფერ შეიძლება ქართველი ხალხი ხართ ნაბაროდ ბიჭო ისედაც ცოტა ვართ ამ ქვეყანაზე ქართველები სულ დედამიწის გულზე რა ვართ ამდენი 5 მილიონიაო ქართველიო ეგრე ამბობენ ახლა მე არ ვიცი ზუსტად და
ერთმანეთი გავიტანოთ, ყველას გააქვს ერთმანეთი, ყველას. გინდა აიღე აზერბაიჯანელები, გინდა აიღე სასომხეთი, გინდა აიღე ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ლუბოი, აიღე ყველას ერთმანეთი გააქვს და მარტო ქართველებს გვაქვს ერთმანეთთან ეს ვერ ვიტანთ ერთმანეთის შურს, ერთმანეთის და თუ კი ვინმე უკეთესად ცხოვრობს ჩვენზე უკეთესად, რატოა იგი და მე რატო იმან გაანძრია თავი, გაანძრია ბოდიში და ტრაკი და კი შეიძლება ვიღაცამ დედა მამამ ვიღაცამ რაღაცა დაუტოვა მიცა და გააგზელა. ხო და ბევრია რომ არაფერი არ ქონდა, ნოლით დაიწყო და ბევრს მიაღწია და იმის მაგივრად რომ შურს იმ ხალხის აწიდა ყველა ქართველი იყოს მდიდარი და ყველა ქართველი კარგად ცხოვრობდეს და ყველა ქართველს ჰქონდეს იმის საშუალება რომ შეიცვას, დაიხუროს, შვილები გაზარდოს, ასწავლოს, მშიერი არ იყოს ოჯახი, დედმამას მიხედოს, მეგობრებს პატივიცეს. მე დაუშვათ მიხარია, რაც უფრო მეტი ჩემი საახლობლოში კარგად ცხოვრობს ხალხი, მით უფრო მიხარია, იმიტომ ბიჭო, ჩემი ახლობლები თუ კარგად იცხოვრებენ და ჩემს ირგვლივ თუ კარგად იქნება ხალხი, მეც კარგად ვიქნები, მეც მეხმარებიან, მეც რაღაცას მეტყვიან, საცხა დამაყენებენ გზაზე, მეც კიდევ რაღაცას. ხო და ახლა მაგი ბოდიში და რუსეთშია ასე რომ მე ჩემი მეზობელიო თუ გლახა ცხოვრობს, მე ჩემთვის კაიაო. მაგი ასე არ შეიძლება, როგორ შეიძლება ნეტა ჩემი მეზობლები ყველა ფულიანი და ყველა მდიდარი იყოს. ნეტა ჩემი მეზობლები იყოს ყველა შეძლებული და მდიდარი. ყველა ვაფშე ჩემს ირგვლივ ვინცა, ხო? ყველა მდიდარი იყოს. ღმერთო, შენ გამიგონე რომ ყველას მიცეს უფალმა იმის საშუალება რომ მშიერი არ იყვნენ, ჩაცმული, დახურული მანქანები, სახლები, ბავშვები ნასწავლი, ჩაცმულები და არაფერი არ აყდნენ. უნდა შვილების წაყვანა სადმე დასასვენებლად წაიყვანონ. ღმერთო, ნეტა ყველა ქართველი იყოს კარგად. ყველა ქართველი. ნააბაროდ, ამის დედავატირე ყველა ქართველი რო კარგად იქნება და შენ ერთი რო ჩახვალ საქართველოში და შეხედავენ რომ გიჭირს, მოგეხმარება ვიღაცა დაგაყენებს ხელზე და რაღაცას ხელს წაკრავს და მაგას რა ჯობია? არ ვიცი, პროსტა რატო ვართ ასე ქართველები და რატო ასე ერთმანეთი ევროპაში რა ხდება? პროსტა დედასპიცა ვარ, თუ კი რაიმე გამიგია გლახა გაკეთებული, ქართველს გაუკეთა. რაუბედრობა რა არის? ყუბოების და სურათების დადობები და შენმა შვილებმა ასე და შენმა იმან ასე და რაუბედრობა, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ გაგზარდათ? ვაიმე დედა ღმერთო, შენქენი მშვიდობა. სასწავლი ხდება. ხალხო, ენდობით ამ ტიკტოკში რომ რაღაცებს ტლიკინობს ბარეური, ენდობით არა მაგი მასე, არა მაგი, მე არ ვიტყვი ახლა რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ თქო, მაგრამ გეტყვით რომ ტიკტოკში რასაც ამბობენ გაყევით 10-ზე. მშვიდობა მოგცეთ და ჯანმრთელობა არ მოგაგდეთ. უფალიდან დალოცვილი იყავით. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.